საღამო მშვიდობის ჩვენო ძვირფასო ტელე და YouTube მაყურებლებო. დღევანდელ გადაცემაში გავიხსენებთ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ ეპოქას. იმ პერიოდს, როდესაც დინამო თბილისი ღირსეულად ასპარეზობდა ევროტურნირებზე. უფრო კონკრეტულად კი თასის მფლობელთა თასზე. მოგეხსენებათ ამ ტურნირში სამჯერ მიიღო დინამომ მონაწილეობა და 91 წელს ტრიუმფით დაამთავრა. დღეს გავეხსენებთ მატჩებს, რომლებიც ლეგენდად იქცა. გავეხსენებთ იმ ატმოსფეროს, რომელიც სტადიონზე თუ სტადიონს მიღმა სუფევდა, იმ სულისკვეთებაზე, რაც გუნდს წარმატებისკენ მიუძღოდა. გავიგებთ იმასაც, რა ხდებოდა ფარდის მიღმა, ეგრეთ წოდებულ ფარდის მიღმა, როგორ ემზადებოდა გუნდი დიდი ევროპული წარმატებებისთვის. ამ ყველაფრის გარკვევაში კი დაგვეხმარება ადამიანი, რომელიც საკუთარი თვალით ხედავდა და უშუალოდ თავისწილად ქმნიდა გუნდის იმ დროინდელ ისტორიას. ჩვენი სტუმარი თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელი ბატონი ნუკრი კაგილაშვილი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო ნუკრი. მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის. გაიხარეთ. ბატონო, თუმცა მე უკვე მეორე თავარ თქვენთან ბატონო. და ორივეჯერ ძალიან გაგვახარეთ. მადლობა. ბატონო ნუკრი, ერთი ესეთი შეკითხვა მექნება. თუ გახსოვთ, როგორ ემზადებოდა გუნდი ევროპული თამაშებისთვის და თუ იყო განსხვავება საბჭოთა ჩემპიონატთან შედარებით რა? არა, სხვათა შორის ჩვეულებრივად ვემზადებოდით, არაფერი ისეთ სხვაობა არ იყო, როგორც საბჭოთა ჩემპიონატს ვემზადებოდით, ისევე ვარდიშობდით. რა თქმა უნდა, ხა სხვანაირიც იყო, ცოტათი დატვირთვა იყო ფსიქოლოგიურად, ხა სხვანაირი სარი მიდგომა ჭირდებოდა მას. და რაღაცა პერიოდი იყო, თამაშები იყო გადატანილი ქონდა ჩვენ ის საკავშირო ფეხბურთის ფედერაცია ხელს გვიწყობდა და რაღაც თამაშებს ტოვებდით ხოლმე, იმიტომ რომ ემზადებოდით ამ თამაშებისთვის. აი ეს იყო თორე ისე ჩვეულებრივად ვემზადებოდით. ალბათ ინფორმაციას გუნდზე მოწინააღმდეგეზე ინფორმაციას მაშინ ძალიან ნაკლებად მაშინ არ იყო ესეთი იმოსვლა იქით როგორც ახლა ტელევიზია ისე არ მუშაობდა სხვათა შორის და ესე ვიღაც მახსოვს ხა ერთ მაგალითს მოვიყვან უცებ თუ ვაგდრო რომ სტანდარტს რო ვეთამაშებოდით ხო ამ თამაშზე გაუშვა თვალწდები კი არა არ ვწდები კახია სათიანი და მაშინ ცოტა ისეთი არასწორი ინფორმაცია არასწორი ბატონ კახის ბრალი კი არ იყო იქ დამალეს თამაში და გერეძე თქვა მაშინ როგორ მახსოვს მე რომ ოას უთხრა გუცაევს რომ შენო მარცხნიდან დაიწყე ერთი ისეთი ცოტა იყიანი გუთები არის და იმან იარა ის თამაში გერეცმა მაშინ სადაც კახი იყო და ნუ ოა მე 20 წუთს მე კი მიხვდა გადმოვიდა ისე თავის თვალზე და ხო და დანჩენია ესეთი თამაშები და ინფორმაციით რა სხვა ესეთი ძალიან ძნელი იყო მაშინ ერთ რამეს შეგახსენებთ თამაშების გადატანა ესე რომ ტურს არ გატოვებინებდნენ ერთი დღით გადაწევდნენ ხოლმე აი არა ტურსაც გვატოვებინებდნენ და მე ვთამაშობდი ყოფილა შემთხვევა მე ყოფილა შემთხვევა 9 თამაში ვითამაშეთ ზედიზედ მე და რაღაცა გასვით და იგი ტურებს იყო ხელს გვიწყობდნენ კი ისე სხვათა შორის MTK-სთანაც ყავდა ჩვენ ეგრეთ წოდებული მზვერავი გაგზავნილი მაგრამ აი ისიც ვერ გამოდგა აი ვინ იყო მე არ ვიცი სხვათა შორის მაშინ არ ვიყავი მე გუნდში კი სერგო კუტიოძე იყო აი სერგო იყო აი კიდე რა მაინტერესებს ახლა რა თქმა უნდა ფინალზე არ ვამბობ მაგრამ აი ეს როდესაც ხوار გახსოვთ აი პირადად თქვენთვის აი რომელი უფრო პრინციპული იყო ხოლმე მაგალითად სიტყვაზე ლეგიასთან თამაში თუ ერევნის არარატთან არა ხა ისე შეკითხვა დამში ერევნის არარატთან საერთაშორისო თამაში იყო მაგის არანაკლები იყო მე მგონი მან და არ ვიცი
მე მგონი უფრო ვერევნის არ არათან. ხო გეუბნები იყო ითვლებოდა იმათვისა და ჩვენთვისაც ფაქტიურად ისინიც ესე ემზადებოდნენ, იმაზე ვიცი რომ ფაქტიურად მარტო ერთი თამაშის ემზადებოდნენ, ოღონდ თბილისის დინამოსთვის მოეკვდა. საერთოდ ახლა ერევანში ერთხელ ერთმა გვითხრა რომ это игра США ФРГ. მე ვთხარი აკეთეთ США ФРГ საიძინეონია შტატი არმენии, ფედერაციული რესპუბლიკა გრუზია. ეგ საერთოდ კიდე ცალკე სალაპარაკო თემა არ არათან თამაში და რაზდანის თამაში. ბატონებო, მოდით მე კონკრეტულ თამაშებზე არაფერს გითხავ ბატონ ნუკრის, უფრო აი როგორც რუსები თქვენ ხო მიმადა უკალა თემებს მიმოვიხილოთ და თქვენ პირდაპირ თამაშები გაიხსენეთ. ბატონო, თასების თასზე სამჯერ ცოტა მომეხმარეთ თქვენ სწორედ ნახევარი საუკუნეა გასული და ბატონო. ძალიან გასახსენებელია რაღაცეები. პირველად 76 წელს ჩაება თბილისის დინამო თასების თასზე, ეს როდესაც თასი ავიდა 3 სექტემბერს და რამდენიმე კვირაში კარდიფ სიტის დაუპირისპირდით. ეს კარდიფ სიტი არ იყო მაშინ ძლიერი გუნდი, თუმცა ყველასთვის, ბევრისთვის ყოველ შემთხვევაში გასაოცრად ჩვენ კარდიფში უელსში წავაგეთ ეს თამაში 1-0. არა და გადაცემა არ იყო ტელევიზიით. ჩვენ უპირატესობა ჰქონდა ყიფიანსაც გუცაევსაც მომენტები ქონიათ. მეორე ტაიმში ორჯერ უნდა გაგვეტანა. უნდა გაგვეტანა, კი. მეკარეს კარგად უთამაშია მასპინძელთა მეკარეს. თუმცა ამ მარცხის მიუხედავად მაინც ნუ ყველა დარწმუნებულები ვიყავით რომ ჩვენ ერთბურთიან სხვაობას აუცილებლად ამოვიღებთ და მოვიგებდით და ესეც მოხდა. განსაკუთრებული აჟიოტაჟი იყო საპასუხო მატჩი თბილისში, ეს იყო რეკონსტრუქციის მერე, ნუ პრაქტიკულად ახალი სტადიონი აშენდა დინამო. და ზუსტად იგივე შემადგენლობა რაც თასის ფინალში კარდიფ სიტის წინააღმდეგ და საბჭოთა კავშირის თასის ფინალი. საბჭოთა კავშირის თასის ფინალი. უპრობლემოდ მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, იოლიგას ერნება არ იყო, მაგრამ 3-0 ამაგარში მოვიგეთ. მახსოვს. კი ბატონო, დიდი უპირატესობა ჰქონდა და მახსოვს ბურთები გაიტანეს, გუცაევმა პირველი ბურთი გაიტანა, მეორე ყიფიანმა და ბოლოს კანთელაძემ პენალტი ისევ დაარტყა. თუ არადათან გუცაევის მოცელვისთვის დაინიშნა პენალტი, აქ უკვე ზურაბ წერეთელი შემოვიდა. და წერეთელის აქციეს და წერეთელის აქციების დაეწყო და ერთი რაღაცა მახსოვს კიდე ერთხელ ვოვა გუცას რაც ინტერვიუზე ვიყავი და ეგეთი რაღაცა მითხრა გასახდელში რომ შევედიო რაღაცა გავიხედო და რაღაც თასი იდო კუთხეშიო ამ კარდიფ სიტის თამაშის წინ ვიკითხე რა არის ესო კონსერვატორიამ დააწესაო პრიზიო რომ აი ვინც პირველ გოლს გაიტანს ამ ახალ სტადიონზე აი იმას გადავცემთ ამ პრიზსო და აი პირდაპირ გავიფიქრეო რომ ეს პრიზი ჩემი იქნებაო და ეს ახაც ახლა რომ პირველი გოლი გაიტანა გუცაევმა და ახასიათებს როას კიდე აქ სადღაც მაგას ესე დაინზდა აი აქ თქვათ ის ადრე მე ვიცი რომ ნიძლავი დადო ბენფიკასთან არა დამბურგთან თბილისში გავიდა მოიგო ის ნიძლავი გავიდა ისეთ მანკანის ჯიში მანკანის ჩაბარება იყო ასე ვთქვა ხო და ისე ისეთი როასაც ახასიათებს რომ პრინციპული იმებზე ამდებს გოლებს ხოლმე ეხლა მე რა და სხვათა შორის კიდე რა აი ის ტურნირებიც რო იმართებოდა ხოლმე ესპანეთში და რაღაცა მახსოვს ყველაზე კარგად მოვათამაშებდა ხოლმე უმეტესად ესპანეთში მოხდა ტურნირზე არა მარტო იმ ტურნირზე საერთოდ კარაველას თასი რო ავიღეთ 73-ში გუცაევი გახდა საუკეთესო ფეხბურთელი და ასევე 91-შიც უკვე მადრიდში ბაიერნი ნახე მთელი გუნდი ბოდიში ამ სიტყვაზე ათრია მთელი გუნდი და გააქცია მინდურიდან გავიდნენ მე ისინი რომ გოას გამოარა კიდე იქ რაღაც საჯზე ნაწყენები ვითო მაგრამ აქტიურად 2-1 უგებდით როცა გავიდნენ გუნდიდან ვისა მოედნიდან 76 წლის კარდიფ სიტის თამაშზე რა მინდა გავიხსენო კიდევ აქ კოჩა მაგნიშნა რომ ну თითქმის გახსნილი ახალი გახსნილი იყო ერთი თამაში იყო ნათამაშები უკვე მაგრამ ოფიციალური გასტები კარდიფში და ეს მოაწყვეს რაღაცა ის და გადატენილი სტადიონი და ამინდი მშვენიერი იყო და ძალიან ბევრმა მოახერხა და სანამ
დაიწყებოდა ოფიციალური შეშვება სტადიონზე ბილეთებით შევიდნენ და სახურავზე გადახურვა ხო იყო იქ ავიდნენ და იქ დადგნენ და თამაშის დროს რო გახედავდი ხო ესე ნიკაპები ქონდათ ჩამოდებული იმაზე რა ქვია გადახურვაზე კარგი ამინდი იყო წვიმა მაყურებლები აუშვეს სახურავზე ავიდნენ რაღაცნაირად აიპარნენ რა ესე იგი მეორე იარუსიდან კიბეები იყო და მე ის კიბე ვიცი მე ხო მუშაობდი ხო შენ ახლა სტადიონის დირექტორი იყო ვიცი მაგრამ იქ მე ზემოთ არ ვიცი დაკეტილია ისა ნუ ასაგებია რაღაცნაირად მოახერხეს რა იყო გატენილი იყო სტადიონი ალბათ მაგდენი ხალხი არასდროს არ ყო ახლა ამინძე ჩამოვარდა სიტყვა ეხლა ისიც უნდა თქვა რომ აი კარდიფში ცოტა ცუდი ამინდი იყო ნაწვიმარი მძიმე გრუნტი და მაგასაც აბრალებდნენ რომ ჩვენ ვერ გამოვავლინეთ ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე არა მე მახსოვს ვიყავს და ახლო იყვნენ ბევრი არ იყო ცოტა მაყურებელი ცოტა გულშემატკივარი ყავდათ რო დაინახეს ეს სავსე სტადიონი გაოცებულები იყვნენ და იქ მე მგონი თუ არ მეშლება იქ არ ქონდათ მაგრამ დიდი სტადიონი მე მგონი 11 არ ქონდათ 11000 კაცი 15000-ზე ხო და მე მგონი იმ თამაშს ესწრებოდა იქ 11000 მაყურებელი თუ რაღაცა და აქ ჩამოვიდა 80 MTK უკვე კარდიფში არ ცხოვრობდა მაშინ მე მგონი 11000 ეს ფათაშოს რო ჩამოდიოდნენ გუნდები ყველა კითხულობდა რომ როგორ ეს სტადიონი ამ ხელა სტადიონი გაივსებო ყველა მაგას კითხულობდა ეს უცხოური გუნდები ესეთ შენ როდესაც იყავი სტადიონის დირექტორი გერმანიასთან შედგა თამაში რო გაივსო ისიც სხვადასხვა გაივსო და ბატონი ნიკო იყო ლეკიშვილი ქალაქის მერი დამირეკა და თხოვა ის რომ 8000 აი რო ეძახიან რუსულად ხადნოი ბილეთები იქნება გააკეთო რომ მოთხოვნა იყო ისეთი და ის მეჯდა სხვადასხვა გვერდით არქიტექტორი რა იმისი კურდიანი მამა დიდი კურდიანი და ერთად ვისხედით და ძალიან ეშინოდა ისე შეშნებული იყო რომ რაღაცა ეს გუგუნი და ხმაური და ხახა მე მგონი ყველაზე მეტი მაყურებელი მართამაზე იყო იმიტომ მე კიბეებზე მე მაინც გონია რომ 100000 ბილიკებზე მე იქეთ უყურებდი კიბეებზე ჩიჟდნენ და ხალხი და მეცე კიბე ხო ეს ჩაულებრივია აი მაყურებელი რო ახსენეთ აი კარდიფსიტი მე მაინც გონია რომ ამაზე მეტი მაყურებელი მე არ მახსოვს აი პირადად გერმანიის ნაკრები კი არა მე მახსოვს რომ აი დინამო თბილისი დინამო კიევი იყო გაივსო კი ძალიან ეს რომელი 17 პრედამთავრდა რა კი 0-0 დამთავრდა მაშინ საჩემპიონო შანსი ქონდა რომ მოგვეგო შანს ვინ არჩულინა ერთად ხიზანამი თამაშა მაგრამ ბლოხინი აი ბლოხის ფეხი არ გაანძრევინა იმ თამაში კი და ნუ აი ყველა ეს თამაში ყოფილა მაგრამ აი ამდენი მაყურებელი საერთოდ არ მოსულს ეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი თქვენ ეთქობა ის თამაში არ გახსოვთ გერმანიის ნაკრები როგორ როგორ არ მახსოვს არა არ გახსოვთ იმითი მაყურებლის რაოდენობა კი არა ძალიან ბევრი იყო მაშინ იმიტომ რომ ეგეთი რაღაც არ ყოფილა სარბენი ბილიკებიც გადაჭედილი იყო მაყურებლით აი შესასვლელი ბილეთები ფაქტობრივად 8000 მახსოვსო დაუბეჭდეთ უცებ რა და იმის გარდა ხო შემოპარული იმაშებოდა ხალხი და ნუ მოკლედ მე ვფიქრობ რომ 100000 იმიტომ რომ აი კიბეები კი ყველა კიბის უჯრედთან გავსებული იყო კეთილი დაუბრუნდათ ეხა თამაშებს და მე კონკრეტულ თამაშზე არ გეტყვით მაგრამ აი თასის ფლობელთა თასი მაქვს ქვედოლობაში სამივე ასპარეზობა აი რომელი მეტოქე გუნდი დაგამახსოვრდათ და ყველაზე ძლიერად რომელი მიგაჩდიათ ვისაც შეხვდით აი ამ ტურნირებზე ქვეჯგუფში დიახ არა აი თასების თასზე ხო და ხო ეს ხო ქვეჯგუფიდან დაიწყო ქვეჯგუფში წელს რა მე-16 ფინალი მე-8 ფინალი და მე-4 ფინალი მე მაინც ვფიქრობ რომ ძალიან ძნელი თამაში იყო
კლიმატური პირობების გამო მე თვითონ არ მითამაშე, მაგრამ ხო უყურებდი პოლონეთში იყო ძნელი თამაში ლეგიას რა. იმიტომ მთლიანად გრუნტი ისეთი იყო, ტალახი იყო. და მარტის დასაწყისი სათამაშოდ იყო ძნელი თამაში. მე მეტოქეთს მაშინ ის კარგი გუნდი იყო, მაგრამ თვითონ სათამაშო პირობების გამო იყო ყველაზე ძნელი თამაში. ფსიქოლოგიურადაც ძნელი სათამაშო იყო. მანდ რაღაც პოლონეთში გადატრიალება იყო. აი რაღაცა და ჩვენ საერთო მივიღო მაშინ გაგვაფრთხილეს რაღაცა და რეხვალენსა იყო მაშინ მაგათი. ხო, რაღაცა იყო პოლიტიკური ვითარებაც იყო. იარუზევსკი იმერა და ეგ მახსოვს რომ ისა აი ამ სიტუაცია პოლიტიკურადაც და ისედაც თამაშის პირობებიდან გამომდინარე ძალიან ძნელი თამაში იყო. თორემ სულაკველიძემ შეაგდო მაშინ, ხო? სულაკველიძემ. სათამაშო პირობების და თან ისე თუ გახსოვთ ესე რაღაცა ესე ჯვარედინათ ჯარი და კი ბატონო და გუნდიც კარგი ყავდა კარგი ფიზიკურად ახლოს ძლიერს კარგი იყო იმ წლებში განსაკუთრებით. ლეგიასთან ტრადიციულად კაი გუნდია პოლონეთის. მე ის მახსოვს აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე უფრო ეს თამაში მახსოვს რა. სიზნელის გამოც რა. სოციალ თბილისშიც გაგვიჭირდა იოლად ვერ მოვიგეთ. არა მოვიგეთ, მაგრამ იოლად ვერ მოვიგეთ თქო მაგას ვარ. კარგი, გადავიდეთ MTK-ზე. კი ბატონო. MTK-ზე, როსაც დიდი მოლოდინი ქონდა ამ თამაშის, რომ აი MTK-ს დარწმუნებულები ვიყავით, რომ გავივლიდით MTK-ს, მაგრამ სამწუხაროდ ესე არ მოხდა. ამას ობიექტური მიზეზიც აქვს, იმიტომ რომ გვაკლდნენ ფეხბურთელები, ესე არც გუცაევს უთამაშია, არც ყიფიანს და აი უკვე ჩივაძე უკვე მან ძირითადი ფეხბურთელი იყო და ჩივაძეც გვაკლდა. ჩივაძეც არის. MTK-სთან. და ერთსაც გავიხსენებ კიდე. იმაზე თქვი მეგონი განაცემაში. ნუ ის თამაში ყველაზე კარგად ეთამაშა, რაჯელო მანუჩარ მაჩაიძე 10 რეა გუნდი. რომელი? MTK-სთან ბოლოს გოლიც გაიტანა. და რამე და თქვა რომ თქვენ თუ გახსოვთ მე მგონი მანუჩარასაც მანამდე ტრავმა ჰქონდა მიღებული და მგონი პირველი თამაში იყო თუ რაღაცა რო შენ იგი ტრავიანი თამაშობდა მანუჩარას ტრავმა მე არ მახსოვს რა ზინამაში არა 76-ია შემჯერ ხო და მე არ მახსოვს მის მანუჩარას ტრავმა თამაშობდა მანუჩარი ესენი არ ყავდა ეს ფეხბურთელები და ნუ ესე მარტო ეთამაშებოდა MTK-ს რა და წააგო 4-1 მარტო წააგო კი მე ესწრებოდი რომ სტადიონზე ვიყავი მაგრამ ძალიან ისე ახსოვს ეგ თამაში მაშინ პატარა ვიყავი ასაკი და არ გადაგვირბინა მაშინ ფაქტიურად რა გვაჯობეს 4-0-ს გვიგებდა ბოლო წუთზე გაიტანა არა 96-ე თუ რაღაცა სადილობაც და ამბევრი ხალხი აკლდა ფეხბურთელები და ცოტა ძნელია მაგის მიხედვით რო ილაპარაკო MTK კარგი გუნდი იყო ისეთი ბარსლოები არ ყავდა მაგრამ ესეთი ფიზიკურად ძლიერი შეკრული ტაქტიკურად სწორად თამაშობდა ცუდი გუნდი ნამდვილად თან მაშინ უნგრეთის ნაკრებიც არ თამაშობდა ცუდ ფეხბურთს არა მაშინ 78-ში მშვენიერი ნაკრები ყავდა ნილაში და თეორეტიკი იყო ძალიან ნილაშიც კარგი თეორეტიკი ორი კაი ფეხბურთელი ყავდა აქეთ თამაშეს ორივე აკროვე თამაშობდა კი ნაკრებთან თბილისში მახსოვს ძალიან გაიშტაბეშტილება დატოვეს განსაკუთრებით მაგარი ძალიან ხერხული თეორეტიკიც მაგარად მომწონდა რა ძალიან მაგარი ფეხბურთელი ურთან იყო ძალიან ისეთი ტიბორ ნილაში ანდრეს ციოტიოროში მახსოვს ეს უდამამახსოვდა ძალიან მაგარი საპასუხო თამაშის წინ რაღაც იმედი გქონდა, ნუ ყოველ შემთხვევაში ის იმედი მაინც რომ იქნებ რაღაცა 1-0 მაინც მოვიგოთ, არ გამოგვივიდა ეგეც. იქაც სავალ. თუმცა საგოლე მომენტები ჩვენ გქონდა, უარესად არ გვითამაშია MTK-სთან შე, მაგრამ მაინც ბოლო წუთებზე იქ შემადგენლობა მე აღარ მახსოვს, იქ ცოტა შეიცვალა შემდგომ. იქ უკვე გუცავი დაემატა. გუცავი დაემატა. ყიფიან და ჩილოდი ისე არის. მაგრამ გუცავი დაემატა და ამან გააძლიერა ჩვენი შეტევა. მაგრამ ახლა წინ მაშინ დარასელია თამაშობდა. კი, თავდასხმაში დარასელია. რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და დარასელიამაც ვერ გაიტანა გოლი. მომენტი ჰქონდა. მომენტი ჰქონდა. ქუთაისი ჯერ არ იყო მახსოვს მე თვალიშვილიც იყო გუნდში. თვალიშვილი ითამაშა. თვალიშვილი გამოიყვანეს თვალიშვილმა თბილისში ითამაშა. კი ბატონო. ნუ შემდეგი წელი უკვე
იცით რაც იყო და როგორც იყო. და ვიტალი და ის წინ ვითამაშობდა ვიტალი და ვინ ბოდიში რო დვალიშვილი ჩელებაძე. დვალიშვილი ჩელებაძე. და არა ვიტალი წინ რო თამაშობდა მაგ დროს ჩელებაძე და ვიტალი იყვნენ სათავდაცვაში. და უფრო დვალიშვილი. ხან დვალიშვილი იყო, ხან ჩელებაძე იყო, ხან. ყოველ პერიოდი მე ვიტალი თამაშობდა მარცხენა გარემარბს. და მე დასწია უკან. მაშინ ელიკო არა იყო. კი, ნამდვილად. ვიტალი. არა რა მაგარი. აბა. არა რეებს აკეთებს რა მაგარი და მუთელი. ნუ შემდეგ სეზონი უკვე ტრიუმფის წელი მოვიდა შემდეგ და რამდენიმე სეზონი გამოვტოვეთ. სეზონის შემდეგ არა, თასზე ვამბობ მე. თასზე შეხვედრების ტრიუმფის წელი მოვიდა და ახლა დავიწყეთ კასტორიათი, ყველას კარგად ახსოვს და შენ უკვე ყველა აბსოლუტურად ყველა თამაშზე დადიოდი სალონიკში იყო. სალონიკში და ერთი რაღაცა მინდა ვთქვა, რომ ამ ჩვენთან უკვე არ იყო, მაგრამ კასტორიას მწვრთნელი იყო კაზიმეჟ გურსკი. აი, სანამ ჩვენ შეხვდებოდა, მან 6 თვით ადრე გაუშვეს თუ რაღაცა. ეს ის კაზიმეჟ გურსკია, პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რო იყო და 72-ში ოლიმპიადა მოაგებია. მე 74-ში სოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ძლიერად ითამაშა პოლონეთმა და მე ვთვლი რომ არაფრით ნაკლები გუნდი არ იყო, ვიდრე თქვათ გერმანია და ჰოლანდია. არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო. და ვერცაჯობა გერმანიამ თუ გახსოვს. ხო, წვიმაში მე არც ტაქტიკით ჩამოუვარდებოდა და არაფრით. არც ფეხბურთელების ოსტატობით მაინც ფეხბურთელები რო ავიღოთ, მაშინ ყავდა თავდასხმაში ლატო, შარმახი, გადოხდა. დეინა, კაზიმეჟ დეინა, გორგონი ძალიან კაი. და თან ერთი რამე იან ტომაშევსკი ძალიან კაი მეკარე. ლუბანსკი ვერ ითამაშა ის ჩემპიონატში. ლუბანსკი ვებერი იყო. უკვე ტრავმა ჰქონდა. ოლიმპიადაზე იყო ლუბანსკი 72-ში და ხო და აი მოკლედ ეს იყო კასტორია. მაგრამ მაინც ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ასაკი მაინც მაინც კარგად ითამაშებდა. ლატო დეინა ძალიან მაგარი ფეხბურთელი. გადოხა ძალიან მაგარი. გადოხა. შარმახი რაც უდეო. შარმახი ძალიან მაგარი იყო. არ გავცდეთ თემას ბოლომდე. არა, კასტორია. არც ისეთი ხელსამოსაკრავი გუნდი იყო ეს კასტორია. საბერძნეთის თასის ფინალი პაოქს მოუგო. ხა პაოკი არ არის სუსტი გუნდი. აი როგორ გაიხსენებთ მაგ თამაშს. პირველი იქ იყო და იქ 0-ით. აი მე მახსოვს რომ ჩვენთან დაიწერო ისეთი სიცხე იყო რომ აი გადაადგილება გვიჭირდა. ამდენი კი სიცხე საბერძნეთი ცხელი ქვეყანა, მაგრამ სიცხე იყო აი მახსოვს. ბუნდა უნდათ მახსოვს რაღაცეები სწორად გამიგეთ, მაგრამ სიცხეს პრობლემა სექტემბრის თვე იყო. ხო, მაგრამ სიცხე ძალიან ცხელოდა. სექტემბრის შუა რიცხვები. მე მგონი უკეთესი გუნდი. აი რა გასახსენებელი დიდად არც მახსოვს ისე, მაგრამ მაგრამ ჩვენ იოლათაც ვერ გავიარეთ, იმიტომ რომ 3 ტაიმის განმავლობაში გოლი ვერ გაუტანეთ. ესე იგი 2 ტაიმი ხო პრემოჯა, აქაც 0-0 იყო და მე აი გუცაევი შემოვიდა და გუცაევი გარდატეხასავით მოახდინა. მე მგონი უკეთესი გუნდი იყო, ვიდრე შემდეგ უოტფორდს რო არა, უოტფორდზე უკეთესი გუნდი. უოტფორდს ძალიან მარტივად მოუგეთებდი, მაგრამ ახლა უოტფორდს ესე რომ გახედავდი მინდორს ხო იქით ამხარე არ ჩანდა რა ესეთი. ნისლი. არა, ნისლი არა, თქო სტადიონი იყო ესეთი რა. რა, რაღაცნაირი სტადიონი. მე მაყურებელი არც იყო მაგუეთ. უოტფორდზე ამბობ? ხო. აქედან, აი აქედან ხვდა თქვა, იქით ძელი არ ჩანდა, ხვდები ესეთ ჩავარდილი და ესეთი ისე ხო. ოღონდ ჩოგორო. არც არის გასაკვირი რომ ორივე თამაში მოუგეთ. გასვლაზე 1-0, თბილისში 4-0 და უპრობლემოდ გავიარეთ ეგ ბარიერი. უოტფორდზე არ შეიძლება არ გავიხსენოთ ანზორ გაბიტაშვილის სიზმარი. წინასწარ უნახია თურმე სიზმარი, რომ ეს თასიო ჩვენიაო და მისულა და კახი ასათიანისთვის უთქვია. სიზმარი უნახეო, რომ ესე თვითონ აქვს მოყოლილი ჩემთვის, ხო და სიზმარი უნახეო, თასო ვდებდიო მაგიდაზეო. კახის ახლა ცოტა ის იყო, ესეთი კაცი იყო, იუმორით სავსე და წითელი ის თუ გადააფარეო თავიდან, ბაზეო, მაგიდაზეო, სპეციალურად თუ მოამზადეო და კი ყველაფერი კარგიაო და ეს ამბავი, ნუ თვეების შემდეგ მივიდა ნოდარ ახალკაცამდენაც თურმე ხო და ფინალზეო ვზივარო და ნოდარ ახალკაციდან 2-3 აის შემდეგ ისიც იჯდა ხოლმე ანზორ გაბიტაშვილი, რომ უნდა გაქცეულიყო და დარასელიას რო გაუტანია გოლი
მუჯლუგუნი მკრავო და მითქრავო და მიდი აბა ეხლა შენი დროაო რა. ანუ ვიგრძენიო რომ ბურთი უნდა მომეტაცაო და. აზრი ყვება მაგას თვითონ აქ. მოყოლილი. მე პირველად გავიგე ხა იგი სტუდია. არა პირველ თვითონ არის მოყოლილი. უოტფორდი შემდეგ იყო უკვე ვესტჰემ. უკვე ვესტჰემ. ვესტჰემთან მე უკვე ტრავმა მქონდა, არ ყოფილი. არ ყოფილი ხარ იქ. ხო იქ არ ყოფილი ვარ. ვესტჰემი ხა ტელევიზორში ის. ინგლისში რა გამო. ბიჭებში რასხვებოდნენ, ხო არ გახსოვთ? აი განწყობა როგორი იყო? გასულ თამაშზე იქა? დიახ. არა, ჩვენ საერთოდ ისეთი გქონდა რაღაც ფსიქოლოგიურად ნოდარიც ახლა ისეთი კაცი იყო რომ გვამზადებდა და არ იყო დიდად ახლა პანიკა არც თამაშზე არ ყოფილა მე პირიქით ისეთი დამაჯერებლები თვითდამაჯერის გქონდა რა დარწმუნება უერენეს ქართულად დავდაჯერებულობა ხო და არ იყო ისეთი რო თქვა ეს შემადგენლობა კარგი რაღაცა კი რესტორანში მაგარი შემადგენლობა ყავდა ნუ თასის ფლობელი იყო ბოლო ხო ინგლისის მასე ლივერპულს რა შემადგენლობა ყავდა და ყველაფერი ქონდა მოგებული თუ მაშინ ლივერპულს მაგრამ სოთაშორის ჩვენამდე რამდენიმე დღით ადრე ინგლისის ლიგის თამაში იყო და ლივერპულმა ვერ მოუგო პრემორჩა ის თამაში ლიგის თამაშზე ლიგის თასზე კი ლივერპულმა ვერ მოუგო ვესტჰემს არა ვესტჰემი მარტო მაგარი ბრუკინგი ძალიან кайფ ფეხბურთელია ბრუკინგი მერე სოფლიო ჩემპიონატზეც იყო კაცო არა მაშინაც ნაკრებში თამაშობდა ნაკრების წევრი არა იმ შოკი იყო იმათვისაც რა ფაქტურად არა თამაშეს პრინციპში ბრუკინგი და ცოტა ხანი არა თამაშეს არის სოფლიო ჩემპიონატზე თან ისეთი გოლები გავიდა ეხა მან დრო ნუ ეხლა ჩივაძეს ისეთი გოლი გააქვს ეხლა პირველივე გოლი ჩივაძეს მე დათორო ეხლა 40 პასროა შენგელიას რო ადროს და მე მგონი მეტიც 40 მეტრზე მეტიც 40 მეტი იყო მეტიც იყო შენ საჯარიმოდან 60 მეტრი იქნებოდა და შენგელიას როგორ და როგორ ასწორებს რამაზას ზუსტად არ გაუჩერებია გარბოდა პირდაპირ ბურთი ისე გაისწორა და ისე მიმართული არ გაუჩერებია მიმართულება მიცა და გაყვა მე რას გარბის ესტრაფეშიც როგორ მოჟე ვერ დაეწია ვერავინ. ნუ მოკლედ მაგარი გოლები შეიძლება. ძალიან ალბათ თბილისის დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო ისტორიაში. კი. იქ და ლივერპული. ლივერპულის თამაშსაც თუ ერთად საუკეთესო. კი, რა თქმა უნდა. ლივერპული თუ საუკეთესო არა. ჯერჯილეს არტუის გასვლა და თელიმატ. დაამახსოვრა. იმიდან იარა ფაქტობრივად იმათ საჯარი მომდა, ჩემი საჯარი მომდა იმათ აჯერტელ სლალომი შეასრულა და კარგი პასიც მიცა რამოზას კი ძალიან კაი პასი მიცა და თან რას აკეთებს ახლა მეუბნები ხოლმე ხშირად ჭილაია რო შემხვდება რომ თავი დაამახსოვრეთ შენ არ დაავიწყდები არასდროს და ბიტლსები თქო მე უთხარი ლივერპულს რა ეს ხუთი ადამიანი ახსოვს მაგარი გოლია თან მაგარი ვესტჰემს რო დაუბრუნდეთ აი ეს მწვრთნელი თუ ასე ლაიოლი იყო ხო ჯონ ლაიოლი იყო და ამბობდა რომ ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით ახლა იმის ილუზია არა გვაქვს რომ მოვიგებთ გავა შემდეგ ეტაპზე მაგრამ მოსდა შეასრულეს კი თუმცა ჩვენ ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა და ისეთი ბურთები ვერ გავიტანთ განსაკუთრებით საშა ჩივაძეს ჰქონდა ძალიან კარგი მომენტი ეფიანსაც კარგი მომენტი ეფიანსაც ჩივაძეს განსაკუთრებით კარგი მომენტი ჰქონდა რამდენიმე მოატყუა საჯარიმოში და სადაც 5-6 მეტრიდან არა ზუსტად დაარტყა. პრესტიჟის თამაში იყო იმათთვის და იმათთვის პრესტიჟის თამაში იყო. ძალიან გაუხარდა, ძალიან რომ ეს ერთით 0 რომ მოიგეს, აი ესე სიხარულისგან დახტუნა. თითქოს გავიდნენ რა. ედო შუქში იყვნენ 4-1 და გაუხარდა. ძალიან ესე იმხელა სიხარული გამოხატეს რომ არ ვიცი რა. 5-0 რომ მოიგოთ რას იზამდნენ. ასე. აი სიხარული მე არ მახსოვს და გაუხარდათ. ძალიან კი გაუხარდა. ძალიან გაუხარდა. ეხვეოდენ ერთმანეთს კაცო. გოლი რო გაიტანეს და ძალიან გაუხარდათ. შემდეგ მოდის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე უფრო ესეთი სკანდალური თამაშები ფეინორდი. არა ნუ იქ უბრალოდ ერთყო იმას გავაკეთებ რაც იქ საჯებმა იკადრეს მე არ ვიცი აი
აი რა უნდა გითხრათ ახლა არავის იმას არ ვაკნინებ, მაგრამ აი საქართველოს ძველი საქართველოს პირობებს ვახდას კი არა. აი მაშინ გახსოვთ ახლა. როგორ არა, თქვა აი სამტრედიის ლოკომოტივი 6-0-ს მოუგებდა გურიას და გურია 7-ით. ხო ესაჯები. აი იმაზე მე არ ვიცი, მე მგონი მე არ ვწდები. UEFA მან ზომები არ მიიღო და ფეხბურთის ეგ საჯი საიდან იყო წარმოშობილი? ავსტრიის ფეხბურთის ფედერაცია ისა დასაჯა აი ამ თამაშის გამო ისინი შეწუხდნენ რა ძალიან რა თვითონ სხვათა შორის ეს დისკვალიფიკაციების და UEFA-მ საერთოდ პირველი თამაში არისო აი ტოტენჰემთან თბილისში ამ ვიორერმა იმსაჯა ინტერთან გასვლა ესეც ვიორერი იყო საჯი მაგრამ მაშინ რა ნორმალურად ჯიდა თითქოს აი ეს ინტერთან თუ ვიორერი იყო ნამდვილად არ ინტერთან მილანში ვიორერი იყო ნამდვილად არ მახსოვს 1-0 რომ მოვიგე 1-0 რომ მოვიგე ეგ იყო ტოტენჰემს რო აქ 1-1 ვეთამაშეთ მაშინაც ეს ვიორერი ლოკომოტივზე მაშინაც ვიორერი იყო კი კახიმ შეაგდო მაშინ კახიმში ძალიან კაი გოლი გაიტანა კი და იქიდან კოუცმა შეაგდო კოუცი კაი ფეხბურთელი ყავდათ კოუცი კი ჯევერს პიტერს კოუცი სხვები ჯობდნენ მაგრამ ეს რამდენი ირბინე ამ კოუცმა არ გაჩერებულა 11 ნომერი იყო დაბალი ესეთი რაღაც მელოტი იყო ცოტა ისეთი რო შეხედავდი ჯევერს პიტერსი მაღლები იყვნენ ისინი დაბურთის ვარიანტი იყო სხვათა შორის MTK-სთანაც თავით გაგვიტანეს MTK-ს ფეხბურთელებმა გოლები. ხო, ეგ კი, მაგრამ ეს მაინც ჯევერს პიტერს თავით გაგვიტანა. თუ არ ვსწრები 4-ვე გოლით თავით გაგვიტანა MTK. თუ არ ორი ვიცი რომ პირველი ორი გაგვიტანეს მასოს. თავით გაგვიტანეს, კი. კი ბატონო. და ერთის უნდა ვთქვათ, რომ ფეენორდთან ჩვენ კიდე გქონდა ფეენორდთან აქ იყო მაგარი აქ სულაკველიცემ რაც გააკეთა. ორი ბურთი. არა ძალიან მაგარი თამაში იყო. მაგრამ იქ ყველაფერი გააკეთეს რომ იკადრეს, ნუ ესეთი უკადრებელი იკადრეს, რაც გააკეთა. ფეენორდთან აი 3-0 ხო მოვიგეთ, მაგრამ შტაბეჭდილება ისეთი დარჩა რომ 4-იც შეიძლება თავისუფლად ყოფილიყო. კი, მაგრამ შეიძლება ყოფილიყო. თამაშის ბოლოს ისინი გააქტიურდნენ და ორი მომენტით შეგვიდგეს რა. ეგეთი თბილისში ხო? კი, თამაშის ბოლოს უკვე. ბოლოს. და იქ რაც სულაკველიძეს ცოტა ფეხი ეტკინა, გაიყვანეს და ისე უკვე ვეღარ ვითამაშეთ ბოლო წუთებში. რამაზიც გაიყვანეს, შენგელია და ვაჟა შემოვიდა შვანელი. არა, იქ ზაპარში ვეგეთი საჯობა არ ვიცი რა და საშინელი. კიდე კაი დრო არ იყო თორე ჩვენი თამაში. ორი გოლი არ ჩაგვეთვალა. ჩვენი კიდან დაგებულები და პენალტიც მოიგონა ჩვენ გარში. ყველაფერი მოიგონა მაშინ. თვითონ აი კოსტავა ყვება რომ ესე არაფერი ჩოლოდ ეს ეგრეთ წოდებულ პატკაც ვაკეთებდი არჩევ ხებივარო და ესე თვითონ დამეჯახაო ეს ნოტე და ისე იღრიალაო თითქოს ფეხი მოვტეხეო და საერთოდ არ თვითონ დამეჯახა მე არ შევხებივარო. წარმოიდგინეთ ისე ავსტრიის ფეხბურთის ფედერაციამ დასაჯა თვითონ ისინი შეწუხდნენ ესე თავისი და ერთიც მინდა ვთქვა რომ ჩვენ ფეენორდთან რამდენჯერმე გქონდა თამაში ამ თასების თასის ნახევარფინალის გარდა. პირველად ვეთამაშეთ 1960 წელს თბილისში. ამხანაგური თამაში. ნუ მაშინ ამხანაგურ თამაშებს სერიოზულად უდგებოდნენ გუნდები და ეს ევროტურნირები ისე არ იყო ხა ფეხმოკიდებული და 3-1 მოუგეთ ამ ფენოს, 2 კალოვემა გაუტანა. მერე უკვე 2019-ში თბილისის დინამო ისე ვეთამაშა უკვე ევროპა ლიგა იყო. 2019-ში ხო? იქ მოგვიგეს 4-0 და თბილისში 1-1 ვეთამაშეთ. ვთქვათ ეს ისე გახსენებისთვის. ასაგები. და კიდე ერთს ბარემ თუ რაღაცა გახსოვს არის ჩვენი გადაცემა და გავახსენოთ კიდე მაყურებელს ზოგს უთხრათ რომ აი რენე ნოტენი თამაშობდა ფენორდში და რენე ნოტენ 72-ში ჩვენ რო ვითამაშეთ ტვენტესთან აი მაშინ ტვენტეში თამაშობდა რენე ნოტენი და ტვენტეს შემადგენლობაშიც გაგვიტანა გოლი და ფენორდის შემადგენლობაშიც გაგვიტანა გოლი. ეგ არის ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც ევროტურნირებზე ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გაგვიტანა. ხო ტვენტეს ადრე იყო ძალიან. ტვენტე 72-ში. ფეინორდის ბარერის გადალახვის შემდეგ მივდივართ უკვე იქ სადაც მივდივართ. სადაც დგება ჩვენი ტრიუმფი. როგორ გაიხსენებთ? კარგად. არა როგორ და ყოველთვის კარგად და ისეთი ჯერ რა ხდებოდა აი მაინტერესებს
გასახდელში ხართ, უნდა გახვიდეთ მოედანს. ჯერ ჩავედით ჩვენ არაჩვეულებრივ სასტუმროში ვცხოვრობდით, მინდა აღვნიშნო. ქალბატონი იყო სხვათა შორის სასტუმროს დირექტორი. ხო და მეტყობექ შერჩეული იყო თავიდან, იმიტომ ამ სასტუმროს ჰქონდა არაჩვეულებრივი ორი მინდორი ისეთი. სავარდიშო და ნუ თვითონ ბალახის საფარი იყო ისეთი, რომ იმას სტადიონებზე არ იყო ისეთი საფარი და იქ ამაზე ვარდიშობდით ჩვენ და სხვათა შორის მან მოვიდა საშას ვარჯიშის მერე წამოწვა რა ცივი მასე ოფლიანი და ამ ბალახზე და საღამოს მისცა სიცხემ რა და მაშინ ახალი ხილი იყო გაგოფრთხილეს რომ დოპინგ შემოწმება იქნებოდა რა და არც ვიცოდით ეხა რა შედიოდა რა პრეპარატები ვართ მე რატომ ვწონე ზაქროზე ვამხთ ექიმებმა და სიცხის დამწევიც ვერ მისცეს იმდენად რომ არ იცოდნენ საერთოდ რა შეიძლება მერე თქვათ ამოსულიყო იმ დოპინგი მაშინ და ფაქტობრივად რაღაცა დილამდე საშას რაღაცა იმ ჩაით რაღაცეები სხვადასხვა ესე ხალხური მედიცინით იმაშებოდნენ რომ სიცხე დაეწედა იმიტომ საშა მეორე დღეს ცოტა ისე იყო რა ძალიან ძიმეთ იყო და რამე კონდა გათენებული და ო კი პრინციპში შეეტყო კიდევაც გოლი რო გაუშვით ჩვენ აი უფრო ისეთ უფრო ჯანზე მყოფიჩიოძე ალბათ იმას არ გაატარებდა იმ ბურთს ხო იმ მომენტს რომ ამბობ ჩაწოდებულდა კი ყველა გასახდელში თავისი ნოდარა ხო ის იყო მამა ხრი ძალიან ფსიქოლოგია იყო და უწმინდესი დეპეშა იყო მოსული აი ეს მინდა საინტერესოა იყო და სხვათა შორის აი ესეთ მომენტში წაიკითხა ეს დეპეშა უკვე გასახდელში ვისხედით გასვლამდე შეებოდა უკვე რაღაცა უკვე მომზადი ჩაცმულები ყველაფერი და მაშინ წაიკითხა ეს დეპეშა და რა წარმოიგინე ჩვენთვის როგორი ეხა ჯრუატელმა იმას მიქნა რომ აი უწმინდესის იქიდან რომ ერთი თქვენთან არის და ანუ რაფერს თუ შეგეშინდება და ესე დაგულოცა იქიდან და ფაქტობრივად ძალიან დიდი ფაქტორი იყო ეს უწმინდესის დეპეშის საკითხვა იქ. სხვათა შორის წინა პერიოდი მინდა გავიხსენო და აი გაფიქრებაც კი იმაზე რომ ჩვენ შეიძლებოდა ვერ მოგვეგო აქ თამაში ხო აი დანაშაულის ტოლფასად ითვლებოდა ნუ ისეთი ის იყო რაღაც დამოკიდებულება გულშემატკივრებში ვინც მიდიოდნენ ვინც ვერ მიდიოდა რაღაცა ეხლა რა ამბავი იქნებოდა წარმოგიდგენია მე არ გეთახმები ძალიან ძლიერი გუნდი იყო არა ძლიერი კი და ვიყავდა გაგდებული ვიყავდა ვინ გააგდო გაგდებულები ვალენსია და ისე და რომას და ტრენორი 3-0-დან 4 გორი მოსაგებია ხო და ჩვენზე გაცილებით უფრო რთული გზა ქონდათ გავაკეთე რთული გზა ქონდათ კი ფეჯგუფში კი მაგრამ საერთო კლასით ალბათ ჩვენ ალბათ კი უფრო ძლიერი გუნდი კლასით ფიზიკურად იყო ძალიან ძლიერები სხვადასხვა ხოიცით ეხლა გერმანელები ყოველთვის ფიზიკურად ძლიერები ეგეზე პოლონეთი გერმანია განსაკუთრებით ისიც მეორე გერმანიაც ფიზიკური დავამთავრებ მაგრამ და მოხდა ისე რომ ერთ-ერთი ვინც წავიდა დილას უნდა გაფრენილიყო, ხო და ნუ საღამოს მასთან ერთად მოვკვდი რა, საღამოს კი არა, გვიანი იყო უკვე 2 საათი იყო, 3 საათი და დილის 7 საათზე უნდა გაფრენილიყვნენ მოსკოვში, გახსოვთ ალბათ ჯერ გულშემატკივრები რო იყვნენ, გულშემატკივრები რო იყვნენ, ცოტანი, ხო და დილას უნდა გაფრენილიყო მოსკოვში და ნუ აბა რას უსურვებდი ახლა რო გადმოვედით მანქანიდან, აბა გისურვებ წარმატებას ის გოგი რაღაცა ეს მოვეფერეთ, ხო და იქიდანო მეო თასის გარეშე ცოცხალი არ ჩამოვალო, ესე თქვა, ესეთი განწყობით იყვნენ წასულები რა. გულშემატკივრები, რომლებიც წავიდნენ. ეხლა რა ამბავი იქნებოდა გულშემატკივრების იმ სიაში მოხვედრაზე, წარმოგიდგენიათ. ნუ მან ცეკას ნომენკლატური წავიდა ყველაფერად. პირადად შევარდნაძემ შეამოწმა კი და მე შევარდნაძეს რო წაუკითხია ესენი მიდიან ესენი და ესენი მართლა ჩამოიტანენ თასს ესე ვთქვი ეხლა იუმორი არ ეშლებოდა შევარდნაძეს. ხო და ნოდარამ სხვათა შორის იყო ის ვარიანტიც რომ თავიდან უნდა დაყენება რა თავიდან. თქვენი ჩემი ხო და სულ მე გამოფრთხილა კიდევაც როგორც კიდე ის იყო სულ მომზადებულიო რა.
ფაქტიურად აი ესე სულ გახურების იმაში ვიყავ. ისე რთული არ არის, რომ აი იცი რომ რა უნდა ჩაგთონ თამაში და თან არა, პრინციპში ნუ ახლა რაღაცა მომზადებული ხარ, ნუ აი სულ რო ელოდები აი შელა გადაიწვა არა, მაგას გულისხმობ რა. აი ელოდები აი გავიდა თქვა პირველი ტაიმი დამთავრდა, მეორე და სულ რო ელოდები აბე როდის შევალ, თან გაფრთხილებული რო ყევ, ხო, გაფრთხილებული რო ყევ, მაგასა და მაგრამ თილის მასავით გამოვიდა შენი შემოსვლა, ჯერ მარტო იქ ბროკაზე რადგან ხალხმა ბლოკმა შეგვჭამა უკვე ყველა მეუნებო. არა, ბლოკმა. ისე აი რა მაინტერესებს. ბლოკზე არ არის ლაპარაკი, მანდ არის რომ თანაავტორი ხარ მაგ გოლის რა შენახლა. რათულა მაგას ლაპარაკი რომ ის მოძრაობა და იმას რასაც მე ვთვლი რომ ვიტალიკამ საუკუნის გოლი შეა. რასაკვირველია, ძალიან დიდი გოლი მაგარი გოლი, მაგრამ მესამე კაცი ფაქტია რომ არ მიუშვიდა. აი ხა გულზე ხელი რო დავიოდ რა დრო გავიდა. აი ხა თქვენ თვითონ როგორი განცდა გქონდათ? ბლოკი რო გაუკეთეთ თუ არა? გაუკეთეთ. ეს არჩევს, მაგრამ გაუკეთე კი და სულ მეგონა და ჯანებას გავუსწრდა. მაგრამ აქ ერთი რაღაცა მოხდა რომ თქვენ თუ გახსოვთ დათო რომ ვიტალის დაუგურვა ეს ბურთი და ამარო დაიწყო ეს სიარული მოძრაობა უკაცრავად ისა საჯი ფაქტურად ამას უყურებდა. ნაკლებად მე არ გაიგებოდი, მაგრამ იმას შეეძლო მაგა გვერდითაც. საჯის მოკლედ გადავრჩით რა, შეეძლო მიცემამ. და მაშინ ბლოკირებაზე ჯარიმებს მაშინ იძლეოდნენ რა, ეხლა არ ვიცი. მაშინ უფრო იყო სხვათა შორის აქცევდნენ ყურადღებას. ხო, ესე იგი ვარი რო ყოფილიყო. ვარი რო ყოფილიყო და გვერდით. თუ ყოველ შემთხვევაში ის გოლი არ ისეთი აშკარა ჯარიმაც არ იყო ეხლა რაც მე. აი რაღაცა მოხდა, არ ვიცი რაღაცა. ბლოკი ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში როგორც დამთავრდა კარგად ხო, მაგრამ ბლოკიც როგორი იყო რა, ხა ის ხო არ ჩადგა რა. არა, კი, შეანელა რა. შეანელა. აი ხო აი იყო. ის რომ შეიძლება ჩაწოლილი შეეჯახები ეგ სხვა არის, ხო და იცი ჩაწოლა შეიძლება. ანუ ჩაუყენეთ, ხო? აი პატკაც რო ვეძახით ჩვენ, ხო? აი შეეძლო თან მაღალი იყო ძალიან თუ გახსოვთ და შეეძლო მთლიანად ის ჩაწოლილი იყო რა, იმ ბურთზე რა. მაგრამ რაღაცა ამ დროს თქვენ ძალიან მეამიტური სახე გქონდა. მე თვითონ არ ვიცოდი რა გავაკეთე ასაგები. არა, ხუბრობ როგორ არ ვიცი. ეხლა მანამდე ლაპარაკობდით დოპინგ კონტროლიო და ისიც ვიცი მე რომ დოპინგ კონტროლზე თქვენ გაგიყვანეს და როჩა თამაში და თქვენ და გუცაი. ორი კაცი თქვა ორი ფეხბურთელი იქიდან მოწინააღმდეგე გუნდიდან ორი ჩვენ მე და ვოვა და როგორი სიტუაცია ხა ვიცი რომ სასტუმროში ხა რაც ხდება იქ ჩვენი გულშემატკივრები წამოსულები ისა რაღაცა ნუ ზეიმი იყო რა ის ხალი გაგიჟებული იყო თან მეპატრონე იმანი გააკეთა ყველაფერი იქ ესეთა და ხა არ მეგონა იმისაც რა როგორი რეკლამა იყო ხო ასეთი გუნდი მაგასთან ხო და მოკლედ ეს თამაშის მერე საერთოდ იმ პროცედურის ჩატარება ძალიან ძნელი აღარ ვიტყვი მე რა იყო თუმცა დაცლილი ხარ სითხისგან და იმისგან ძნელია და შემოგვიტანეს სხვადასხვა ყველანაირი სასმელი ლუდი კოკაკოლა ხუთებით იყო და როცა გინდა მაშინ ცოტა ჭირს და მოკლედ 1 საათ ნახევარი ირისხებით ვიყავით გასახდელში მე და შეიძლება მეტი კი ეხა აქ რაც ხდებოდა არ ვიცი მე ესეთი ღამე არ მახსოვს ხო თბილისში ენი თაუწერა და თქვენთვის თქვენს ელოდით ესეთ რეაქციას თუ შორის იცით რა საიდან მივხვდით რომ რაღაცა სერიოზულად არის საქმე მოსკოვში როცა ჩამომაში მოსკოვიდან რომ ჩამოფრინდით ხო საბაჟო ხო უნდა გაიარო და როგორც კი თვითმფრინავიდან რომ დარბაზში როგორც კი შევედით შერემეტიოს ხო მან გასაერთოდ გაგოგიჟა ეს მთელი ეს მებაჟები აი ესე ჩესდე დაფრინდა რა შემოწმება რის ანუ მთელი საბაჟო და აი მაშინ მივხვდით რომ სერიოზულად აი რაღაცაშია საქმე და ესე გამოგვატარეს რომ არც პასპორტები არც შემოწმება არც არაფერი იმისგან განსხვავებით რაც ფეინორთან ამერიკიდან გავფრინდით უკვე წავ ავტობუსი ჩავედით ნუ კოდან გადმოფრინდით და ნუ თბილისში უკვე ვიცოდით რა ხდებოდა კათოლიკეებს ხო დახვდნენ ჩვენ გარეთ და აქ უკვე ნუ კოდან ჩამო და მე ერთი რამე არ მინდა გამომრჩეს ფეინორთან რომ ვითამაშეთ
შენ ახალგაზრდული ნაკრების წევრიც იყავი მაშინ. კი, მე სხვადასხვა ეს ფაქტი მოხდა. ხო და ჩამოგაფრინეს მოსკოვში. ხო, კი, დაამთავრე შენ და მაგასაც მოყვები. ხო, მოსკოვში ჩამოგაფრინეს როტერდამიდან. ჩამოფრინდა მოსკოვში და მე მოსკოვში ჩასვეს ისევე იმაში. ისე ჰოლანდიაში გაუფრინდი და კოტე და სოფიკო იყვნენ გვიან მოფრინავდნენ. კოტეს მიყავდა გადაცემა მაშინ და სხვადასხვა აეროპორტში როგორ არის რომ ჩამოდის ეს ჩამსვლელები ესე მიდიან და მე თვითონავე კოტე მოფრინავდა ეთქობა მე რითაც ჩამოფრინდა და ამ იმაზე დამინახა ახლა რა ესკალატორზე რომ დამინახა ეხი და ლაპარაკი შენო დარჩიო იმან იფიქრა რომ დავრჩი მე ესე ჰოლანდიაში არა მე ვთქვი ბატონო კოტე მაგრამ ისე რომ არ მინდოდა მე წამოსვლა წარმოიდგინე ახლა ვიცოდი თბილისში რა ხდება ეს ნახევარფინალი არ იმაზეც ნაკლები არ იყო გულშემატკივრების დახვე ფეინორდის მერეს არა და გავფრინდი მე უკან ჰოლანდიაში მეორე დღეს მოხდა ჩავვრდი მეორე დღეს და კოტეს გაგორებული სახით მიყურებდა რომ წამოიყვანეს მოდით აბა ერთხელ კიდე გავიხსენოთ ყველა ის ტრიუმფატორი ვინც თასების თასის 80-91 წლის მიიღო მონაწილეობა ესე და გადავიდეთ შემდეგ სეზონში ბატონო ესე ფინალი გაბელია კოსტავა ჩივაძე, ხიზანიშვილი, თავაძე, დარასელია, სვანაძე, კაკილაშვილი, სულაქველიძე, გუცაევი, ყიფიანი, შენგელია, ხო? ხო. ანუ აუცილებლად უნდა ვახსენოთ შოთა ხიჩაგაშვილი, აუცილებლად იყო და კიდე ის ფეხბურთელები, ვინც ითამაშა შესაძლოა. ყველა ვინც ითამაშა, ეს იყო ვახტანგ ქორიძე, რეზო ჩელებაძე, ვაჟა ჟვანია, გოჩა ჯოხაძე, გიორგი ჭილაია დავით მუჯირი და ცოტა ჩქარეულს აქვს ნათამაში და ჩქარეულსაც სუკასტორეს და პირველ რიგში ერთი თამაში კერესელიძეს აქვს არა ჭელიძეს კერესელიძეს ოტერფორთან აქვს კოტეს აქვს ნათამაში ბატონო და ბარემ ისინიც თქვა ვინც ესე იგი დიუსელდორფში ვინც იყო თადარიგში და არც ერთ თამაში მონაწილეობა არ ეს იყო მეკარე ჭედლიძე და ძველი ამირან ანდროლაძე იყო არ უთამაშია მაგრამ დუსელდორფში განაცხადში იყო და ისე როგორც კარლო ჭედლიძე მეკარე ხო განაცხადში კიდე იყო ჟვანია და ჭილაია ხო მაგრამ ჟვანია ჭილაია ეს სხვა თამაშები ვახსენებთ ანდროლაძე პირველად იყო სუხუთი კაცი იყო ჟვანია მაშინ ესე იყო 11 და 16 უნდა ყოფილიყო საერთოდ ჟვანია ჭილაია კაკილაშვილი ანდროლაძე და ჭედლიძე ხო ეს ხუთი კაცი კი ბატონო და 16 იყო მაშინ აუცილებელი იყო 16 ნუ ორი იყო ვისაც არ უთამაში არც ერთ თამაში ეს არის მაგრამ მაინც ახლა უკვე განაცხადში რო ხარ და გუნდთან ერთად ხარ წვლილი მიგიწევს ხო წვლილი მიგიწევს მაგრამ მაშინ მე თუ არ ვწდები წელს ახლა დღესდღეობით არ არის ესე, მაგრამ 50% უნდა ქონოდა ნათამაშები, რომ ის ხო, რომ მაშინ პრობლემა გამხდარა. ეხლა ხალხთა კავშირის ჩემპიონატში და კეთილია. გავემარჯვეთ 81-ში და 82-ში კვლავ მივიღეთ 81-შივე დავიწყე. ხო, ნუ 81-82 სეზონი იყო. 81-ის შემოწმება და პირველი გუნდი პირველი თამაშები გრაცთან და მერე ბასტიასთან თამაშია და ბასტიასთან ტრავმა მქონდა. თქვენ არ ითამაშეთ, იმიტომ რომ მადრიდის ტურნირში ლავიცის ძვალი გრაცთან და სხვათა შორის ჩვენ გავიხსენეთ ფეინორდთან თბილისის დინამოს ურთიერთობა და გრაცერაკთანაც ჰქონდა ჩვენ, იმიტომ რომ 57 წელს თბილისის დინამოს ჰქონდა ტურნე ავსტრიაში და სხვათა შორის მოგვიგო გრაცერაკმა არ 2-1 მოგვიგეს. და მაშინ დინამო ხე კაი ფეხბურთელები თამაშობდა სერგო კოტრიგაძე იდგა კარში ნიშა ბესმა გაიტანა ეს ერთადერთი გოლი შოთა იამანიძე იყო და შოთა იამანიძე მაშინ თავდასხმაში თამაშობდა და ბასაღო ღობერძეც და მოგვიგო გრაცერაკმა 1-0 1-0 დავჭი 2-1 მოგვიგო ხო მე თამაში არა საიდან უნდა გვაქვს დაბადებულები ბასტიასთან უკვე ვითამაშია ბასტიასთან და სხვათა შორის გრაცის მწვრთნელი იყო ზლატკო ჩაიკოვსკი იუგოსლაველი სპეციალისტი ძალიან სპეციალისტი თავის დროზე ბაიერნის მწვრთნელიც იყო და მაგასაც შეხება ქონდა ჩვენთან იმიტომ რომ 46 წელს ბელგრადის პარტიზანი იყო თბილისში და
2-1 მოუგო დინამოს და ერთ-ერთი გოლი ჩაიკოვსკიმ გაიტანა სხვათაშორის. ჩაიკოვსკიმ გაიტანა მაშინ 46 წელს. ჩაიკოვსკი როგორც წელი მახსოვს. როგორც წელი ვერ ძალიან ბუნდესლიგაში მუშაობდა დიდი ხანი და უკვე ასაკში იყო 91-ში და ამ გრაცში მუშაობდა. იუგოსლავიელი იყო, კი. კი ბატონო. კარგი, გრაცის შემდეგ გრაცი არა, გავიხსენოთ რა მაინც ეს გრაცის თამაშები, რომ ჩვენ მოუგეთ 2-0, ახლა დიდი არ ქონია პრობლემები მაგუნთან, ყიფიანი არ თამაშობდა ეს მაშინ მადრიდში რო დაამტვრიეს 2-0 მოვიგეთ, კი. და ცხადი იყო რომ ჩვენ გავიდოდით მომდევნო, მაგრამ რაღაც უცნაური განცხადება გააკეთა ამ ჩაიკოვსკი, რომ ჩვენ ახლა ისე ვითამაშებთო, რომ ან 5-0-ს წავაგებთო, ან შემდეგ წრეში გავალთო. პირდებოდა და ეს გაზეთებში ცოტა ისეთ იმას აკეთებდნენ, რომ არაფერი ისეთი გუნდი არ არის ხა თბილისის დინამო, თან ყიფიანი აკლიათო და ჩვენ ალბათ შევძლებთო, რომ დავძლიოთ ეს ბარიერიო და მე ვიღაცამ თქვა, რომ ეს ფანდი იყო უბრალოდ, რომ მაყურებელი მოეზიდათ. ხა მაყურებელს ხო არ ეთქვი, რომ მე წავაგებ და მოდი და მიგულშემატკივრეო და ეუნებოდა, არა გინდა თუ არა მოვიგებთო და ვიქაც პრობლემა არ ქონია 2-0 დავწინაურდით და საბოლოოდ 2-2 კი ბატონო. ყიფიანმა არ უთამაშა და ლეგიასთან ითამაშა პირველი თამაში. ყიფიანი. არა, ლეგია ეს უკვე მეოთხე თვე. ის უკვე იქით გარეს. ლეგიამდე იყო ბასტია. ბასტია იყო ბასტიასთან. ბასტიასთან უკვე თქვენ ითამაშეთ. ბასტია კარგი გუნდი იყო სხვათა შორის. როჟიმილა თამაშობდა. მილა თამაშობდა. არა, ბასტია 78 წელს გავიდა UEFA-ს თასის ფინალში. და წააგო ეინთხოვენთან წააგო. ხო, ეინთხოვენთან წააგო და თან ტრადიციულად კარგად თამაშობდა საკუთარ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ნახევარფინალში მოუგო აი იმ გრასჰოპერს ჩვენ რო 4-0 მოგვიდა. და სხვათა შორის ანამდე შეხვდა კარლცეის და გერმანიაში 4-2 წააგო და თავის მონაზე 7-2 მოუგო კარლცეის. არა, ბასტია მე გაგვიჭირდა ჩვენ თასი ფინალში მოუგო სენტეტიენს. საფრანგეთის სენტეტიენს. სენტეტიანი მაშინ მერე წამოვიდა ლიონი და ეხა PSG გუნდი იყო მახსოვს. სენტეტიანი იყო ყველაფერი. კიევის დილაპოზი აქვს მოგებული სენტეტიანს რა საკურველია. რომ მოუგო ფინალის მე მან კლუბს დისკვალიფიკაცია მისცეს თუ არ ვწდები თუ მაგათ პრეზიდენტს თუ რაღაცა მაგ სენტეტიანის. თუ რაღაცა გუტოსის დროს მაგარი გუნდი რო ყავდა. საფრანგეთის თასი ძალიან ისეთი მარსელი ხო. ეს ფინალი და მარსელის ეს მოხდა მარსელის მაშინ მარსელის წვნელი იყო გუტოსი და ის გუტოსი რომელიც ჩვენ სტანდარტთან მანამდე სტანდარტთან სენტეტიენს თასის ფინალი რომ მოუგო, მაშინ პრეზიდენტი მიტერანი იყო და მიტერანმა ჩააბარა თასი. ნუ მოკლედ ჩვენ ბასტიას ვაჯობეთ. ძალიან ბასტიას გუცავმა გაიტანა კარგი გოლი, აი კარის ხაზიდან გაიტანა. აქაც შენგელიამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. მოგეთ, ხო? 2-0. 1-0 გასვლაზე. არა 1-1. აქ 3-1. იქ მე გაგვიტანა ბროს. 1-1 იქ უგებდით ჩვენ ერთად. ეხო აი გუცავის გოლის მე 1-1 და აქ 3-1. 3-0-ს უგებდით და მილამ გაგვიტანა. სხვაჩოს მილამ იქაც გაგვიტანა და აქაც თითო გოლი. ისე ძალიან ფეხბურთელი იყო ეს მილამ. კი და ანტონი დიდევაც მე. კაცო მსოფლიო ჩემპიონატებზე რაც ითამაშა მილამ ეხლა დარჩა ყოველთვის არგენტინასთან და თამაში. მოახლა სულაკველიძემ გაიტანა. მივედით ლეგიამდე, არა ბატონო? სულაკველიძემ მივედით ლეგიას და რომელზეც ლეგიაზე მე ვთქვი რომ ერთ-ერთი რთული თამაში იყო. მაგი აღნიშნე კიდევაც მანამდე რომ რთული თამაში იყო. მანდაც გავძვერეთ ფაქტიურად რა, მაგრამ ყველაზე ის მევალ სტანდარტამდე, მაგრამ ხალხი როგორი იყო, მე ცოტა ეხა მოვლენებს უსწრებ და ყვები სანამ სტანდარტამდე მივედი და ისე ნახევარფინალიდან გავარდით ყველაფერს რო თავი გავანებოდა. ფინალში გავდივით მეორე წელს და ანუ რა ის თქმა მინდა მე არც არაფერი ისეთი აჟიოტაჟი. აი ხალხი იმდენად მიჩვეული იყო უკვე ამ შედეგებს და მოგებებს რომ თვითონ არაფერი დღეს რო დაუკვირდეთ ეხა როგორ ეხა ხელა ქვეყანა და მეორედ ხვდები ფაქტობრივად ფინალში ხვდებოდით ხო? ფინალში ხვდებოდა თან ნოგრე ბატონო გაითვალისწინეთ ეხა წინა წელს
ნუ ასე თუ ისე მაინც კალცეი შეხვდით ფინალში და ნუ ვითამაშეთ დიუსელდორფში და აქ ბარსელონას ხვდებოდით ფინალში და ნოუკამპზე იყო ფინალი. და ერთ რამეს მივაქცევდი კი. აბა წარმოიდგინე შედარება რა. უდიდესი რაღაცა იქნებოდა. ნახევარფინალში გავედით, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მოდით ამ სტანდარტზე ვისაუბროთ. სტანდარტზე ესე იგი ნუ ისა მომზადებლები ვიყავით ამ ხელოვნური აფსაიტების პრინციპში. აუღეთ უცებ. მაგრამ შემდეგ თუ გახსოვთ თქვენ ჩივაძემ ერთ-ორჯერ ვიტალიმაც გააკეთა და პირდაპირ ფოლზე მოდიოდნენ, პირდაპირ დღეს პირდაპირ ყვითელი იქნებოდა რა. ნუ მე არ დამავიწყდება დასაწყისში, თამაშის დასაწყისში პირდაპირვე, დასაწყისში მესამე ან მეოთხე წუთი იყო დაინიშნა ჯარიმა. ხო და რამაზი ჩადგა იმაში. კედელში ჩადგა და ყიფიანმა გადაუგდო. და შეაგდო შენგელიამ შეაგდო ის ბურთი და არ ჩათვალა. საჭმა არ ჩათვალა, ერთ ხაზზე იყვნენო თუ რაღაცა გამოიგონა რა, არ ჩათვალა ის ბურთი. ასე თუ ისე მაინც მიეწერა ეს იმას რომ არ ვიცოდით ეს ხელოვნური აფსაიტი რაც მინდა ვთქვა რომ არ იყო სწორი აი ესე რომ არ ვიცოდით იმიტომ რომ ფაქტობრივად მე მოვყევი ეს მანამდე რომ კახი რო გაუშვა იქ არ გაუკეთ საერთოდ არ გაქცეულა თამაში და არც ხელოვნური გაუკეთებით შეიძლება ეხა იმიტომ მაგრამ ეს ერთიც არის რომ ბელგიის ნაკრები თამაშობდა ხელოვნური ინფორმაცია უნდა გქონოდათ ბელგიის ნაკრები თამაშობდა ხელოვნურ თამაშგარე ეს ვიცოდით ამ დროს სამი მცველი სტანდარტიდან იყო გერეცი ვალტერ მეუსი და კიდე მესამე აღარ მაგასაც რაღაცა შეცდომა იყო მაგასაც რომ თავი დავანებოთ აი ახალგაზრდა ყველაფერი იცოდა ყველაფერი ეს არის იცოდა რომ ბელგიის ნაკრები ამას თამაშობდა არც გაუფრთხილებ არც უთქვია თქვა ამ თამაშის წინ უთქვამს არც რომ თქვა ესენი ფრთხილად იყავით ხელოვნურს მას ვებენ თამაშგარის ხმარობენ არ ჩვენ გაფრთხილებული ხო და აი მაგას რომ მოვეს ხო შესაძლოა იმ გუნდში კარგი ფეხბურთელები ყავდა კაცო ძალიან მაგარი პრუდოვი მშვენიერი მეგარე იყო ტახამატა ყავდა ენგელბერტი იყო მშვენიერი ტახამატა არეიხანი ყავდათ კიდე ის არეიხანი ჰოლანდიელი ხო გერეცი ყავდა ვანდერ მისენ ხო ვალტერ მეუსი არა მაგრამ ძალიან ძლიერი გუნდი ძალიან ძლიერი ხო და ის რა ქვია იოს დარდენი ორივე ბურთი მაგან გაგვიტანა იქაც და აქაც მშვენიერი გუნდი იყო და რა ვიცი ხა ცოტა მეტი ინფორმაცია ნამდვილად საჭირო იყო რომ უნდა ერთი რამეც იყო მაგ თამაშის წინ საბჭოთა კავშირის ნაკრებმა წაიყვანა ძალიან ბევრი ფეხბურთელი მაგდენი არასდროს არ ყოლიათ თბილისის დინამოდან ნოდარაც ყავდათ დაჟე წაყვანილი ხიზანიშვილი ხო და ნუ ეხლა თავის ახლობლებში ლაპარაკობდა თურმე ნოდარა ხალკაცია გუგასთან და ვიღაცებთან თავის ახლობლებში რომ დამტოვესო უგუნდოთო რა მოსამზადებელი მყავსო გუნდიო სტანდარტთან სათამაშოთო და უგუნდოთ დამტოვესო რა ფაქტიურად უგუნდოთ რას იძახდა რომ ფეხბურთელები არა ხო გასაგებია სამწუხაროდ იწურა თემა არა გვაქვს ესეთი დროში რო ჩავედით რა ვქნათ იმდენად მდიდარია ჩვენი სპორტული ისტორიები რომ და იმდენად კარგი სტუმარი გვაქვს დიდი მადლობა ნოგვია ბატონო თქვენ დიდი მადლობა მოწვევისთვის მაყურებელს ამდენი ხანი ერთგულად რომ გვისმენდა და გვიყურებდა დიდი მადლობა კარგად მადლობთ